მუცლის ცხიმს თუ ვერ იშორებ იმის მიუხედავად, რომ ყველა ერთკვირიანი დიეტა, დეტოქს ჩაი და ყავაში კარაქის ჩაგდებაც გიცადე, ახლა გეტყვის სამ რაღაცას, რისი გაკეთებაც დღესვე შეგიძლია დაიწყო შედეგის მისაღებად. შენი მთავარი პრობლემა მაღალკალორიული საჭმელია. Ცოდასაც რომ ჭამდა იმდენად ბევრ კალორიას იღებ, რომ ცხიმის დაკლება შეუძლებელი ხდება. ამიტომ უმეტესად ნაკლებად გადამუშავებულ მთლიან საჭმელზე უნდა გადახვიდე. ნაკლებად გადამუშავებულ საჭმელს შედარებით მეტი მოცულობა და დაბალი კალორიები აქვს. რაც იმას ნიშნავს, რომ უფრო დანაყრდები და კალორიული დეფიციტის შექმნაც მარტივი იქნება. ამის შემდეგ დღეში 3-ჯერ ან 4-ჯერ უნდა ჭამა, რომ ზედმეტად არ მოგშილდეს. ზედმეტი ჭამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გაუკონტროლებელი შიმშილია. დღე თუ იშიმშილებ, რა თქმა უნდა, როცა შეჭამ ზედმეტი მოგივა, ამიტომ დღეში მინიმუმ 3 კვება მაინც უნდა გქონდეს. და ბოლოს კვებიდან ამოიღე შაქრიანი წვენები და ჩაანაცვლე უშაქრო ვარიანტებით ან წყლით. წონის კლებისას წვენის დალევა ერთ-ერთი ყველაზე ცუდი რამეა, რაც შეიძლება გააკეთო, იმიტომ რომ ძალიან ბევრ კალორიას იღებ ნული დანაყრების სანაცვლოდ. მარტივი წონის კლების მეთოდის სწავლა თუ მინდა კალორიების დათვლის გარეშე, კომენტარებში დაწერე სიტყვა მეთოდი და ვიდეოს გამოგიზავნე.